წელს ჩვენ შევქმნით ახალი ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ჩავატარებთ შატო მუხრანში. ეს იქნება თეთრი ვახშამი. თეთრი ვახშამის ძირითადი იდეა იქნება, რომ ზაფხულის ბოლო კვირას შევიკრიბოთ ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად და ვენახებში შევქმნათ განუმეორებელი გარემო, რათა წარვადგინოთ ვენახის, ღვინის და საჭმლის სინთეზი ჩვენს კომპანიაში. დღეს მომზადებთ აქ ორი სახის ბარბეკიუს. ერთი იქნება ღორის სუკი, თენდერლოინი, განსაკუთრებული соуზით და კიდევ ტიბონი მომზადდება ამ გრილზე. წელს პირველად გადავწყვიტეთ შატო მუხრანში, რომ გავაკეთოთ, შევქმნათ რიგით მეორე შატო მუხრანის საიმიჯო ღონისძიება. როგორც მოგეხსენებათ, პირველი არის რთველის ყოველწლიური ღონისძიება, ხოლო წელს გვექნება პირველად თეთრი წვეულება, თეთრი ვახშამი ვენახებში. მე ვფიქრობ, რომ white dinner-ი თეთრი ვახშამი ხდება შატო მუხრანს, იმიტომ რომ დაკავშირებულია ყველაფერი ელეგანტურთან, სუფთესთან, მდიდრულთან და ეს ყველაფერი ძალიან ჯდება შატო მუხრანის კონცეფციაში. I hope it will be a growing idea and people will enjoy it. We start small and I think it's beautiful to start small because it creates sense of communication that we want to have with it. And let's hope how we develop. იმედია სტუმრები მაყოფილები იქნებიან.